სად მარჯვნივ. სად მოვედი. სად მარჯვნივ. ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტს ვადგავართ, ეხლა დავატრიალებთ ძრავს და თუ ეს ძრავი დატრიალდა, მაშინ მე მგონი ეს აღდგება ხო რა? კი, სულ ახალია. გაჭედილი. მოკლედ ძალიან ბევრი თუ არის ამ იდეაში და ნახოთ თუ გამოვა. სიმართლე რო გითხრათ, ვიდეო ეხლა იწყება და ყველაზე საინტერესო მომენტს ვადგავართ, რამდენიმე წუთში გავიგებთ ძრავიდან გადმოვა თუ ზეთი. თუ წყალი, თუ ორივე ერთად. მოკლედ ნახოთ, ძალიან ახლოს ვართ იმასთან, რომ გავიგოთ თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო, რომელიც 3 თვის წინ მივიღე. ყველაზე, აბა. სამოვიტანო ჭურჭელი. ენა ინტრიგა. რომელი გინდა ჩამოვასხე? მიდი, ერთი ჭიქა მაკოფე დაასხე. სანაპიროს ჩამოვასხე, მაკოფე ჭიქა არ არის. ზეთი. გამწამოვიდა წყალი. კი. არაფერი ვერ წამოვიწყდება. ზეთი. ჭუჭყიანი შავი ზეთი, არასდროს არ გამხარებია ეგრე. შეგიძლია დღეშელა დალიო. აბა, გენაცვალეთ. მე ამ Ford Mustang-ს კარგად ვაწყობ, ვცდილობ რომ მაქსიმალურად ყურადღებით ავაწყო და ისე ავაწყო რომ შემდეგი მომხმარებელი კმაყოფილი იყოს, ვისაც ეყოლება ეს მანქანა, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. მე მაგალითად ამ მანქანის ისტორიას ქარვერტიკალით ვამოწმებდი, სანამ ვიყიდიდი, იმისთვის რომ არ შემოგტანონ მანქანა ამერიკის აუქციონზე, როგორც იციან ხოლმე დილერებმა იქ ამერიკაში, ტყუილი და ლიშბი რამდენიმე თეთრით მეტი შემოიმუშაონ, შეუძლიათ რომ ხალხი გაწირონ და შემოგტენონ, ასე ვთქვათ, ცუდი მანქანა. დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ და გეპატიჟებით ქარვერტიკალის ტუტორიალში. აი აქ ჩანს ჩემი Ford Mustang-ის ისტორია, სხვათა შორის აუქციონზე სანამ ვიყიდიდი 0 ეწერა გარბენი აუქციონზევე და აქ მე შემიძლია ვნახო ფოტოებიც, შემიძლია ვნახო აქ მიზეზი თუ რა მოვიდა, მოპარული იყო თუ არა, ასევე მაქვს შესაძლებლობა რომ დავინახო რეალური გარბენი ბოლო რაც იყო დაფიქსირებული და დროც შევადარო, როდის იყო და რა გარბენზე იყო. თუ სუფთა ისტორია აქვს თქვენს მანქანას, ფული დაგიბრუნდებათ უკან და ყოველთვის ასე არ ხდება ხოლმე და მაგალითად აი ამ Ferrari-ის შემთხვევაში ჩანაძირი მანქანა აი ასე გამოიყურება. სრულად ჩანაძირი იყო და უცებ ბრახდა რამდენიმე აუქციონში, რამდენიმე დღეში აუქციონზე აი ასეთ ვიზუალში გამოდის. საერთოდ ვერც იფიქრებ რომ ეს მანქანა ბოლომდე იყო ჩანაძირი, მოკლედ მაქსიმალურად მოაშორეს ყველანაირი კვალი იმისა, რომ ეს მანქანა რეალურად პრობლემურია. ისტორიაში იმალება ძალიან ბევრი ისეთი რაღაცა და დეტალი, რომელიც რეალურად საბოლოო ჯამში ზარალში გაგიყვანთ. ზარალში არ აქვს მნიშვნელობა ფული იქნება დრო თუ ენერგია, ყველანაირი ზარალი ითვლება ზარალად. ეს მანქანა სუფთა ისტორიით არის, ერთადერთი დაზიანება ქონდა ის, რაც გაჩვენეთ და ყოველჯერზე ასე არ ხდება. ასე რომ ყურადღებით იყავით, გამოიყენეთ ქარვერტიკალი და სხვათა შორის მაქვს პრომოკოდი, რომლის გამოყენებითაც 20% მოაკლდება თქვენს შენაძენს ქარვერტიკალზე, ანუ მანქანების შემოწმებას 20% მოაკლდება. ჩაწერეთ პრომოკოდი DREAM, რომელიც აღწერაშია, ან თუ პრომოკოდის წერა გეზარებათ, შეგიძლიათ ლინკს დააჭიროთ და ფასდაკლება პირდაპირ გააქტიურებული დაგხვდებათ. მე კიდე წავედი და მოგიყვეთ ამ მანქანის ისტორია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველაზე მთავარი არის რომ ძრავიდან ზეთი გადმოვიდა და არა მაკოფე, ვოდკა და ასე შემდეგ. ეხა კოლოფი დარჩა და მე გავაგზავნებ ჩვენს გზას ამის აღდგენისკენ. ეხა ხიდიდანაც გვაინტერესებს ზეთი როგორი არის და გავიგებთ. კოლოფში ვერ ვყოლობ ჩამოსასხმელს რა. ეგეც მე უნდა დავლიო? არა, მე ვარ ჩემი. კაი. ზვირიანი. სტარტერის დრო არის ახლა. ვნახავთ სტარტერს და დინამოს, ну ჯერ პირველ რიგში სტარტერს ვნახავთ რა მდგომარეობაშია. ბარემ ქვევიდან ვარ და მე უკვე დავიწყებთ სალონის აღდგენით, ძალიან მშვიდად ვარ ახლა, იმიტომ რომ ძრავში არ არის წყალი, ხიდში არ არის წყალი და შესაბამისად კოლოფშიც მცირეა შანსი რომ წყალი იყოს. კარგია. Короче, იყოს რა ეს მანქანა ყველაზე იღბლიანი რა, აქამდე რაც მოყოლი. შობაზე ვიყიდე და აღდგომაზე ჩამოვიდა, რა ვიცი, იღბლიანი უნდა იყოს ის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი.
ჩვენ აქიდან აი ეს დაშალე მენა ქირურგიული ჩარევა მიმდინარეობს. პომპები არ აგვერია. მოგვიწევს ხო ნაკერების დადება ის. ნუ აკრატელი თუ დაგჭა შიგნით დაახევე. დაშლა წყობა მოგვიწევს. რა ექიმებს რჩებათ და რა ვიცი ჩვენ. ხო. მაგარად გიზია ხმა. აი გრე დაბლიანა. არც ერთ მანქანაზე არ შეხვედრე ესეა. აწი მუსტანგებზე უნდა ვიმუშაო. კარგია. კარგია, კარგი. ესე ჯავს მერაბი. სავარაუდოდ მართლა გადარჩენილია. მოკლედ სტარტი კარგი აქვს ამ მანქანის, რა და ნახოთ ახლა იმედი ეგრე გაგრძელდება. რა ჩაჯანგებული. I keep my mind on, though you never find me broke. And who me? A nigga living life like a G. And that artillery, keeping niggas over me. I can't sleep, living in these wicked times. Niggas after me, cause they see I'm stacking cheese. აგია იგი? პრობლემა ძმა იღბალავა რა. ამას ვედეთი გავრეცხა. სანჯებს მოვაცხდა იგი. შედიება? იწვის ვედე? შევამოწმოთ, ხო? ეხა სტარტერი მოუხსენით, ვნახეთ რომ სუფთაა. ყველაზე კარგი მომენტი არის ეხლა რომ დავადოთ დენი და ვნახოთ იტრიალებს თუ არა, რაც ეხლა რამდენიმე წამში მოხდება. აფეთქების შანსი რამ ხელაა? ამოკლებს. გაჭედილი. გაჭედილია. გაჭედილი. ალბათ. დარია ხო? სტარტერი ვიყიდეთ ჩათვალე. სტარტერს ავიტან. თავარია შემდეგ ყველაფერი კარგად არის. ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტს ვადგავართ, ეხლა დავატრიალებთ ძრავს და თუ ეს ძრავი დატრიალდა, მაშინ ვიტყვი რომ 99%-ით გაამართლა იმ რისკმა, რაც თქვენ დაწერეთ, რაც ქვია მაქსიმუმს. ესე მარტივად უნდა ტრიალებდეს? კი. всё? კი, ეგ არის. ავიტრიალებს. უფრო რთულ მომენტს ველოდი, მაგრამ კაი. არა, უფრო რთული არ გაწყობს. არა, არ მაწყობს ბაზარი არა, просто პირველად ვარ ესე სიტუაციაში. კაია, ძრავის დატრიალდა, ზეთი გვაქვს უფრო სწორად, წყალი არ გვაქვს ზეთში. სტარტერი გაფუჭებულია და მაგას მივხედავთ, დავშლით და მე იქნება აღვადგინოთ და 1-2 ბლოკი გადარჩა და ეგ არის ჩვენი ცხენი გაცოცხლდება. კარგადა. ჯიგრულადა. ოფი, ნადა ვიბრას. ეს გადავაგდოთ და ახალი ვიდეო. კი ბატონო. მაგრად გზდობს თავს. დასულია. ეს რო გავრეცხოთ არ იმუშავებს? ეხლა ფოტოს გადავუღებ და უნდა შევცვალოთ ეს ბლოკი. ეგ არის. ამას შევცვლით და ნეტა კიდეა რამე? კიდე გვაქვს რამე დასაშლელი? დასაშლელები არ არის გაი. ეგენი არა აქ. აქ არა. აქ არა. შევ ჯიგრულა და ეხა წავალ თამაშ ვიყიდით და ხვალ მოვალთ აქ. წავალ დავიშვერეთ. ეს კარგი დღე იყო, სავსე, თქვენ აქ გამოიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო. მადლობა ამ ვიდეოს ყურებისთვის. შემდეგ ნაწილში აუცილებლად დიდი იმედი მაქვს რომ აუცილებლად დავუხავთ ამ მანქანას. თან პირდაპირ ეთყობა სადამდე არის წყალი მისული, ეს არის ქვედა სამაგრე.
და ის ზუსტად აქამდე არის წყალი. შეწყვეტილია შიგნით. вообще შიგნით დარჩა. არა შეჭმულია მთლიანად. შეწყვეტილია. ეხა მე რა მაინტერესებს იცი? სხვა კაბელები შეიძლება ეგეთ მდგომარეობაში იყოს და მე რა მთლიანი правда გაიყოს შესაძლებელი თუ არა? კაბელები ეხლა რასაც იქ უყურებდი, კარგად არის რა, ნორმალურია. უბრალოდ თავის ხსნარით გაიწმინდება. ხო. ოსია. ოკეი. რჩებაში. კი. ამაზე ვერ ცნობდი ამ. არა, აზრი არა. სადღაც უნდა დამწვას მე. უჭრა. რჩებაში ინეთ ფეხები ალექსანდრე. მოტახილი. რომელიც? ბევრი შეჭმულია. აი ნახე აქ დააკვირდი. ანუ შტეკერში ჩარჩა. დღეს ABS-ს უნდა ვნახოთ და ეგ არის ხო გიშლებით? ABS-ი კი არა ის. დინამო? არა. აირბაგი. აგ ნახე როგორც თუცა. ნუ მან და არის წყალი ხო? ცოტა დააგვიანა. მე მგონი ეს აღდგება ხო როდან? კი, სულ ახალია. სიწყალია რა, საერთოდ შესული. წყალი არა, ჩაძირულს კი არ ვიყიდები, ტო. მე მარტო გადასაჭირო მანქანას ვიყიდი. მორჩა. მაშინ დავაყენოთ. მაშინ იზოლენტას დავაყენოთ. Picture that with a Kodak. Or better yet, go to Times Square, take a picture of me with a Kodak. Took my life from negative to positive, I just want y'all to know that. And tonight, let's enjoy life. Pitbull, Naya, Neo, Tesla. არაფერს. რა უნდა აფიქრდეს? ეს იცის ხო რა. ყველაფერს კიდე ვიჟერებ. მაქსიმუმ ცეცხლზე აიგდეს. რა სერიოზულად თქვა. მე დავიჯერე გავდგა. რა უნდა აფიქრდეს? მაგრამ კატასტროფულად არაფერია რა. ეს არაფერია ეს ახლა გაიწმინდება, მაგრამ აი ამაში შიგნით ხო ისაა. ეგ როგორ უნდა დავშვა? დაფარული. დაიძრაიც. პირველად უყურებ სტარტერის დაშლას ესე ლაივში. მე კიდე პირველად თავშლი. საიმედო გუნდია. ნამდვილად. და გამჩვიდე ხო? არა, ვცო მე. ოპა. მე მგონი რომ გაიწმინდეს მუშაობა. რას ფიქრობ? დაბადო ის. რა მე ხო ელექტროშოკი მივუწევი. შეიძლება იوارკოს რა. всё, აზარია რა. ეხა დავამთავრებთ, დავუტოვებთ სტარტერს, დავუტოვებთ მანქანას, სხვა გზა არ გვაქვს. ხოლ დაახლოებით 2 საათზე მოვალ ნაწილებით ხელში და დავკავთ ამ მანქანას დიდი იმედი მაქვს. ან ზეკ დავკავთ. არ ვიცი, ხვალ მოვალ უეჭველი და როდის დავკავთ თქვენ ნახავთ. ბლოკი ვიყიდეთ. ეს არის თანოსის დაწყაპონების შემდეგ რო დაიშალა წინა მანქანაში. წინა შემთხვევაში პროსტორად ეს ახალი არის და ერთი პრობლემა გვაქვს მე მგონი. აქ კოდი არის სხვა, მაგრამ იგივე წლოვანების, იგივე კომპლექტაციის მანქანიდან არის მოხსნილი. მაგრამ ჩვენთან რატომღაც სხვა კოდი არის და იმედი მაქვს რომ ეს წავა და ტყუილად არ ვიყიდე. თუ არა და მომიწევს დაბრუნება და 1000 რაღაცის ჩალენჯი. თან სანამ მოვედით სალონი დამხვდა დაშლილი და ჯერ არც მოლაპარაკია ბიჭებთან, მაგრამ მაქვს ესეთი ეჭვი რომ აქ აირბაგის ბლოკიც დამწვარი იქნება, იმიტომ რომ აი იქ ხედავთ ზუსტად იმ დაწყაპონების შემდეგ გამოჩენილ პრობლემებს რა.
და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს გადავურჩებით, როგორც მინიმუმ ABS-ის რატომ ეს ABS Airbag-ის ბლოკს. Airbag-ის ბლოკის გადარჩენით გადავურჩებით ჩვენს. და რაც შეეხება სკამებს, გუშინ აღმოჩნდა, რომ ეს სკამების ბლოკები არ იშოვება აქ. ანუ ამ კომპლექტაციის ბლოკები ან ცალკე არ იყიდება, ან საერთოდ არ არის. და თუ იყიდება გასაპრემიუმებლად ყიდულობენ და საკმაოდ ძვირი ღირს, ეს მთლიან კომპლექტაციას ყიდიან ვინც შლის და ცალკე ბლოკებს ვინც ყიდის უკვე აღარც აქვს და მომიწევს გამოწერა და ცოტა ხანი ვერც გავაგრილებ ტრაკს და ვერც გავაცხელებ. მაგრამ არა უშავს, მთავარია დავქოქოთ და იაროთ. დაქოქვისთვის რა გვჭირდება? ეს ბლოკი რო დაყენდება, პლუს დასაპროგრამებელი იქნება. და თუ სხვა კოდი აქვს, როგორ დავაპროგრამებთ, ეგეც საკითხავია, იმიტომ რომ შეიძლება მომიწევს ამ ბლოკის დაბრუნება და იმ ბლოკის ყიდვა, რომელსაც რეალურად იგივე კოდი აქვს, რომ დაპროგრამებისას რაიმე პრობლემას არ შევაწყდეთ და პლუს ამასთან ერთად კიდევ არ გავიგრძელოთ ჩვენი გზა მანქანის აღდგენისკენ. თან პლუს გუშინ რაც აღმოჩნდა და არ მახსოვს გითხარით თუ არა, მე მგონი არ გითხოვს. იმის გარდა რომ უკანა ფრთა დამიზიანეს, აქ ესეც დაზიანებულია, ბამპერს რო დააკვირდეთ, სულ ხაზებში არის უბრალოდ ისეთი ჭუჭყიანი იყო მანქანა, რომ დიდად არ ეტყობოდა და თვალით უფრო ჩანს ახლა ეს ტროსის დაზიანება კი გრძელდება აი აქ ბამპერამდე, აი აქ. რა ხმას გეჯით ალბათ, აი. და ესეც და აი აქაც პატარა პლასმასიერი მოტეხილი. ანუ მთლიანი ბამპერი არის მიწოლილი და სავარაუდოდ მომიწევს ამის ან აღდგენა, ან შეცვლა. ანუ ვეცდები რომ აღვადგინე, იმიტომ რომ მეზარება ხა რაღაცების დაშლა დააწყობა ბამპერი მოხსენი დააყენე, არ მინდა მანქანაზე. იმედი მაქვს რომ დღეს გავარკვევთ რა ხდება, გავარკვევთ ჩვენი სტარტერის ამბავი როგორია. ეხლა ბიჭებს დავალოდები, მეტყვიან და გავაგზავნებთ მოძრაობას ამ მანქანის იდეალურამდე მიყვანისკენ. Airbag-ის ბლოკი აი ასე გამოიყურება, აქაც ყველაფერი დაზიანებულია. ნაჭყუმპალავები ჩანს და პლუს ჩვენი ახალი ნაყიდი ბლოკი, რომელსაც სხვა კოდი აქვს. აგერ პირდაპირ განსხვავებასაც გაჩვენებთ, როგორც მე მაჩვენეს. აი აქ დააკვირდით აი ამ კვადრატს დაახლოებით. ეს არის ზუსტად და შეხედეთ, აქ არის ერთი მთლიანი პლასმასის, აქ არის გაშლილი რკინები, 4 ცალი ამოშვერილი. აქ მაგალითად 1 ცალია, აქ 2 ცალია ჩემთან. ანუ განსხვავებები არის რეალურად და ეხლა მომიწევს სხვა ბლოკის ყიდვა, ზუსტად სწორი კოდით და ამ ბლოკის დაბრუნება. რატომაც გავიგრძელე გზა ისევ მითხრეს რომ წავო, მაგრამ შევცდით ყველა ერთად. Airbag-ის ბლოკიც დაემატა, პლუს ახლა სანამ ამ ყველაფერზე წავალ, უნდა ვნახოთ სავარძლები რამ მდგომარეობაშია და სავარძლების ბლოკებიც თუ იქნება დაზიანებული, ზუსტად უნდა ამოვწერო კოდები, რომლებიც რეალურად მჭირდება, მოვძებნო eBay-ზე ან სადმე მაგდაგვარ პლატფორმაზე და ვიყიდო, გამოვიწერო, ჩამოვიტანო, იმიტომ რომ აქ ცალკე არ ყიდიან, როგორც უკვე გითხარით. თქვენ კიდევ არხი გამოიწერეთ, ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ მომენტამდე მოხვედით და უყურებთ ამ ვიდეოს. არხი გამოიწერეთ და გამომყევით ჩემს გზაზე, ჩემს საოცრებო მანქანაზე, რომელიც 2014 Skyline-ია და იმედი მაქვს, რომ ამ არხზე ოდესღაც გამოჩნდება და მე უკვე როდესაც ვიყიდი, აი ამ მონაკვეთს ჩავრთავ და ვიტყვი, რომ აი ოცნებები ხდება თქო. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო, ეგ ყველაფერი გავიგეთ, რაც ყველაზე ანუ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რაც იყო, ეგეც გავიგეთ. ანუ რაც მთავარია, ძრავი და კოლოფი ნორმალურია, მაგრამ სალონში თითქმის ყველაფერი არის დაზიანებული და მოკლედ თითქმის ყველაფერში რა იგულისხმება აქ სალონში ჩვენ გვაქვს პრემიუმ კომპლექტაცია და გაგრილება გათბობის საშუალებაც აქვს მაგ სავარძლებს შესაბამისად მაგ გაგრილება გათბობას თავისი ბლოკები უყენია, რომელიც წარმატებით დაზიანდა ამ Ford Mustang-ზე, რომელმაც იჭყუმპალავა ფლორიდის შტატში, მით უმეტეს მარილიანი წყლით ჩაძირული მანქანები ცოტა კიდევ უფრო რთულად მუშავდება, იმიტომ რომ აი კი დაინახეთ, რომ როცა ხსნის შტეკერს შეიძლება ნახევარი შიგნით ჩარჩეს და დაიშალოს მოკლედ მარილი ამ მთელი დროის მანძილზე ჭამდა ამ მანქანას და გამოვიდა კიდევაც შესაბამისად. ეხლა უნდა მოვძებნოთ ის ბლოკები, რომლებიც ცალკე არ იყიდება, ვიფიქროთ სკამებზე, შევხედო იქნებ რამე იაფად გავაძრო და პირდაპირ რეკაროები ვტენოთ, მაგრამ არ ვიცი რა, სავარაუდოდ უნდა აღვადგინო ეს სკამები, იმიტომ რომ ტყავია და ნუ ვიზუალურად თუ არ ვცვლი მანქანას,
მარტო კოუშების ჩაყენება დებილური აზრია ჩემი აზრით და ვნახოთ აბა რა იქნება. ეხლა მივდივართ და ხვალ გვექნება პასუხი იმაზე თუ სავარძლებს რა ბლოკები ჭირდება, ფოტოებს გადავუღებთ და დავიწყებთ ძებნას. ჩვენ კიდე წავედით და თქვენ გააგრძელებთ ვიდეოს ყურება. ძალიან დიდი მადლობა რომ აქამდე გამომყევით. ესე იგი, ჩემი ჩანაძირი პონის აღდგენა გრძელდება. მე ისევ მოძრაობ და ბლოკებს დავსდევ. აი, ასეთი აირბაგის ბლოკი ვიყიდე გუშინ. და ეს კიდევ ერთი ბლოკი, რომლის კოდიც არ ემთხვევა, მაგრამ აქ ყველაფერი რიგზეა და ვიზუალურად მაინც ძალიან გავს. ერთი განსხვავება აქვს მხოლოდ და ისიც აქ, ანუ ზედმეტი არის ჩვენ შტეკერში, არ არის ზედმეტი რა. წინა რაც წავიღე, იყო ისეთი განსხვავება, რომ იქ იყო ნაკლები და ჩემს შტეკერზე მეტი იყო. შესაბამისად რაღაცა გამოგრჩებოდა და აქ მეტია და ნუ ვფიქრობ, რომ წესით უნდა გამოგვადგეს. რას ვაკეთებ ახლა და რატო ვარ მანქანაში? მოვედი და მაღაზიაში ნოვიყიდო ახლა მოკლედ აკისრენიებს რო იყიდებს ჩვენი ელექტროობა ჩაძირულ მანქანაზე სპეციალური ხსნარია რომელიც ეხმარება ამ ყველაფერს. მოვედი აქ ახლა იმედი მაქვს რომ აქ პირველივე ლოკაციაზე იქნება ეგ ხსნარი ვიყიდი მაგას და გადავალთ ჩვენს პონისთან ვნახავთ ვესტუმრებით შევხედავთ რას აკეთებენ როგორ აკეთებენ და ძალიან მომწონს რომ ესე სწრაფად მოძრაობთ მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნო რომ ჩაძირულ მანქანაზე კიდევ უფრო მეტია სამოძრაო, მან მე მეგონა რომ ელექტროობაზე მივიყვან და всё, დავივიწყებ, მერე წამოვიყვან. ეგრე არ არის. ანუ როგორც რკინას აკეთებენ ხოლმე და შეღებავ და რაღაც ანუ მოამარაგებამ ხელოსნებს ნაწილებით და წახვალ დავივიწყებ მანქანას და დავუშვათ ორ კვირაში მიხვალ და წამოვიყვან, ეგრე არ არის. აქ ბევრად მეტი მოძრაობა გვიწევს ამ 3 დღეში, რა ვიცი, იმდენი გავიარე, რაც სხვა მანქანებზე არ მევლია მაგდენი და თუნდაც დალეწილებზე უბრალოდ ერთხელ ვიყიდი დიდ ნაწილებს მივიტანდი და მორჩა. აქ კიდევ ცოტათი უფრო სხვანაირად არის ჩაძირულ მანქანაზე ამბები. მაგრამ ნუ ესეც გამოცდილება არის, თქვენც ალბათ დაინტერესდებით როგორი სახითაც არის ისეთი არის ჩვენს არხზეც და ისეთი ჩანს, არც არაფერს ვაკლებ და არც არაფერს ვამატებ და ძალიან დიდი მადლობა რომ უყურებთ ჩემს ვიდეოებს, მიხარია მოტივაციას მაძლევს ძალიან ბევრი მწერთ რომ მოტივაციას გაძლევთ მე და აი რომ მოძრაობ და რაღაცა მოგწონთ და თქვენს რაღაც მოტივაციას იღებთ აქედან, ძალიან მიხარია, მეც ანუ ავტომატურად მოტივაცია მომდის მაგაზე და ძალიან მიხარია, რომ ესეთი community გვაქვს. უღრმესი მადლობა ყოველივე თქვენთაგანს და ვისაც არ გამოგიწერიათ არხი, ჩადით და გამოიწერეთ, იმიტომ რომ ვცდილობ, რომ კიდევ უფრო ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაცია, ვეცადო, რომ კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მივაღწიო და ჩემს საოცნებო მანქანასაც მოვუკიდო ხელი. რითიც ძალიან დიდ მოტივაციას მოგცემთ თქვენ დარწმუნებული ვარ და მოკლედ არ გაჩერდეთ თქვენს იმოძრავად თქვენი ოცნებებისკენ Dream Chaser-ები ტყუილად არ გვქვია, ყველა Dream Chaser-ები ვართ თქვენც ვინც უყურებთ ახლა ამ ვიდეოს და მეც შესაბამისად მივახციოთ ჩვენს მიზნებს, რატომაც არა. წავედი ახლა და იმედია აქ დამხვდება ის ხსნარი, რომელზეც მოვედი. აგერა ესე გამოიყურება ჩვენი ხსნარი. ვნახოთ როგორ უშველის და ნუ თუ არ გვეყო კიდე მოვალ და კიდე ვიყიდი. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მე მგონი გზამერი. სად ვარ ჩემი? ნახე უკანაც არაფერია, წინაც არაფერია. ერთი შესახვევით ავწდი და მერე მაპს მივენდი. ო, მგონი გასწორდა ნაუდა. მაგრამ ყანაში ვარ თორემ. ვაი. მოკლედ ფიტი არის ყველგან მავალი. თან ჩვენ ცოტა უფრო დაბალია და მაინც აქ კიდე დაბალი არის თვითონ ის ბალახიც. იქ სადაც გამოვიარე. უფრო საინტერესო იყო. რას არის ამ მანქანის გადასარჩენად რა. მაწინ იქ რა ხდება? იქ გავალთ? გავალთ. მამა ჩემი რაღაცა ძალიან მენდობა ტარებაზე, მე არ მენდობი ჩვენს თავს ეგ. იქ რა ხდება ჩემი? აბა, წამოვიდი და გეტკენ. აბა ბილად. სეგმენტი მოძრაობების გარეშე. ბალახია. წამოფეხით გადავიდეთ რა არის. ხარ იყიდება მიწა რომ დავიდრი რამდენი
აი იქ ძალიან საინტერესოდ გამოიყურება ყველაფერი. აჰა, გზაც არის დაგებული, ნახე, ცოტა მარცხენა მხარე უნდა ავიღო ახლა. აქედან ჯერ. ოი, ტალახია. აქ ახლა ლაითად უნდა ვიაროთ, თორე თუ წავბუქსავდით, აქ დავრჩებით. თამსრიალებ. მიდი. აბა მიდი. მერე სად? მარცხნივ? ხო, მარცხნივ. სხვა გზა არ არის. სად მარცხნივ. სად მოვედი? სად მარჯვნივ? მარცხნივ უფრო უნდა წავიდეთ, ვიდრე მარჯვნივ. სად მაშინ მარცხნივ მიდი. აქ როგორი გზა არის ვერ დავიწყე. მოვედი. მიდი. ო. ცოტა მარჯვნივ. ახლა ბაჩი. ძროხა. შო გამოვიდით. აი მეგობრებო, თუ მივედი ჩაგერთვებით კიდე. რა ხდება ჩი? მამა ჩვისახი. მიდი. ოპა. ჰუფ. სადაო. გადავრჩით? გადავრჩით. საიდან მოვდივართ შეხედეთ просто. თან წვიმს. მოვედით ჩვენს მუსტანგთან. მოვიტანეთ ყველაფერი რაც საჭიროა. მაგე დავასხათ ახლა ერთი. აქ კირთულად არის ჩვენთან საქმე, მაგრამ იმედი მაქვს რომ გადაარჩენს ეს სითხე. სავარაუდოდ უნდა გადაარჩინოს კიდევაც. აი, ასე გამოიყურება ახლა ჩემი პატარა კუთხე ამ ბოქსებში. ეს ბრონკოც ჩემი არის, სხვათა შორის ამანქანის ვიდეოები წეს უკვე არხზე უნდა იდოს, ასე რომ შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ თუ რა ისტორია გამოიარა ამანქანამ ჩემს არხზე, ჩემს ხელში და ასე შემდეგ. 12000 მილია გიგარბენის სულ და საკმაოდ იშვიათი მანქანა არის, ჯერჯერობით ძალიან პოპულარული არის საქართველოში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ძალიან პოპულარული გახდება. და ეს ჩემი პონი, რომელიც ჯერჯერობით წვალობს გადასარჩენად. ყველაზე დიდი პრობლემა ახლა ჩვენს მუსტანგზე არის სავარძლები. და ამ სავარძლების პრობლემა როგორ უნდა გადაიჭრას და წარმოდგენა არ მაქვს. ახლა იდეა მომივიდა, რომ თუ აირბაგის ბლოკი მოხსნილი გვაქვს, ანუ აირბაგებს არ გახსნის და თუ კომფორტ ბლოკი მოხსნილი გვაქვს, არ ვიცი დაიქოქება კი არა, დენს მიიღებს ზოგადად თუ არა და გავხსნით თუ არა ზამოქს, მაგრამ რა ვიცი, ცდად ღირს ჩემი აზრით დენი რომ მივცეთ ამ სავარძლებს და ვცადოთ რომ ხელით გავწიოთ, იმიტომ რომ ისეთ პოზიციაშია გაჭედილი ეს ორივე სავარძელი, რომ ანუ ვერ უდგები ბოლტს ზუსტად სწორად და წინები კი მოვხსენით, მაგრამ უკანას ვერ ვხსნით მაგ შემთხვევაში და როგორ მოვიქცეთ წარმოდგენა არ მაქვს და ვფიქრობ, რომ ეხლა დენი რომ მივცეთ მანქანას, იქნებ რამე გამოჩნდეს და რამე ვარიანტად გავწიოთ რა ეს ცოტათი მაინც ანოდნავ რა ვიცი, რაღაცა უნდა ვქნათ. იმედი მაქვს, რომ კნოპკები იმუშავებს. მოკლედ ძალიან ბევრი თუ არის ამ იდეაში და ნახოთ თუ გამოვა. ყველაზე საინტერესო ამბების დრო არის.
მანქანები გვაქვს. კომფორტ ბლოკის გარეშე არაფერი არ ხდება ჯერჯერობით. ახალი ხო არ დავუყევით, ხა მაგას ვფიქრობ. მოკლედ ჩემი ყველა იდეა გაქარწყალდა, თუ როგორ თითქმის ვტოვებთ მანქანას ასე და ხვალ ბიჭები ეცდებიან ცოტა უფრო მეტი ძალის ხმევით, ანუ ცოტა უფრო მეტი ძალით ამ სავარძლების ამოღებას და გავიგებ ქვევიდან ის ბლოკები, რომელიც აქ არის შოვება, გადამწვარია თუ არა, რომ ვიცოდე გამოვიწერო თუ არა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დრო არის და მე კიდე ლიმიტირებული დრო მაქვს ყველა მანქანასთან, იმიტომ რომ ყოველ საფეხურზე ვერ გავჩერდები და წინ მანქანებია საყიდები. ოხერს 34-ის უდვის ამბები როგორ გამიგრძელდა ბავშვობიდან. ეხლა რასაც ვაკეთებ ყველაფერი არის იმის დამსახურება, რომ ოდესღაც ვთქვი, რომ R34 უნდა ვიყიდო მეთქი Skyline და ეხაც კი დღესაც რა დონეზეც ვარ და რასაც ვაკეთებ, ლად მაღალი დონე არ არის, მაგრამ რასაც მივახცი ამ პატარა დროში ყველაფერი მაგ მანქანის გამოა. ის რომ აი თქვენ ახლა მიყურებთ, მაგრად მიხარია, იმიტომ რომ ესე იგი სწორ გზას ვადგავარ, ის რომ ახლა ესეთ მანქანებს კიდევ ხელს კი თქვა სალონიდან კი ტოპ ვერსიები და რაღაც სასწაულები არ არის, მაგრამ ეგ ყველაფერი დროის ამოვია, მთავარი არ გავჩერდე არც მე და არც თქვენ შემოყურებელო, ვისაც რამე მიზანი გაქვთ, აუცილებლად მიაწეთ ის და არასდროს არ გაწევთ. წავედი ახლა მე არ გავჩერდები სახლის გზაზე, დავისვენებ და ჩვენი მუსტანგი ჯერ კიდევ აქ რჩება.